მე გახლავართ იულო გაგოშძე, ისტორიკოსი, არქეოლოგი. ამ საქართველოსთან სამუზეუმო ფასეულობათა გატანას მე არ მოვსწრები ვარ. მაგრამ აი ჩამოტანას კი მოვესწარი და რაც განსაკუთრებით ჩემთვისაც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია მოვესწარი იმ ხალხს რომლებმაც გაიტანეს და ჩამოიტანეს ეს საგანძური და დაიცვეს და ვინც იღებდა ამ საკამებში მონაწილეობას ასე რომ ერთგვარად პირველ წყარო ვარ მეორე ნაწილში ესე ამაზე ლიტერატურა არსებობს დაბეჭდეს მონაწილეებმა კერძო თვითონ ექვთიმე თაყაიშვილმა ვრცელი წერილი დაწერა ამის თაობაზე უბრალოდ ორი წერილიც არის ერთი 1931 წელს თუ 34-ში გამოაგზავნა ემიგრაციიდან საქართველოში და ერთი კიდევ გარდაცვალებამდე ცოტა ხნიათ ადრე შეაჯამა ამ გადატანა გადმოტანის ისტორია შთამომავლობისათვის გამოქვეყნებული ექს და ორივე წერილი გარდა ამისა გვაქვს შალვა ამირანაშვილის ნაშრომი მიწვეული ამ დაბრუნების თაობაზე რომელიც პირველ წყაროა დღეს ჩვენთვის და კიდევ არის ბევრია დაწერილი ავი თუ კარგი და რაც თავარია ნივთები აწყვია თავის ადგილას მუზეუმებში უпростоრად საქართველოს რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ რამდენჯერმე განუწყვეტლივ იყო თავდასხმები საბჭოთა რუსეთის მხრიდან განუწყვეტლივ იყო ეს აფხაზეთიდან სამხრეთ ოსეთში ეს უკვე სახელი არსებობდა ამ დროს ეს რუსების გამოგონილი დასახელება ამ ტერიტორიის აზერბაიჯანის მხრიდან საინგილო და ის იქით მხრიდან მე სამხრეთიდანაც იყო შემოტევა და ყველა ეს თავდასხმა მოიგერია ახალშექმნილმა ქართულმა რესპუბლიკამ ესე იგი ყველა შემოთავაში რუსეთი დამარცხდა და თებერვალში 21 წლის თებერვალს როდესაც მისი პირველი ქართული რესპუბლიკის ხელისუფლება როგორც ჩანს იგრძნო რომ სხიფათი ელოდა თბილისს გასცა განკარგულება რომ სამუზეუმო ფასეულობები ყველა ქართული თბილისის მუზეუმებიდან გამოეტანათ და ჩაელაგებინათ სათანადო სამგზავროდ და გადაეტანათ ქუთაისის ხაზინაში. ეს განკარგულება შეასრულეს მუზეუმებმა. ამ დროს მოქმედი მუზეუმები იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც არის მემკვიდრე მისი კავკასიის მუზეუმის 1850 წელს დაარსებული კავკასიის მუზეუმი, რომელიც რუსეთის სამეფო აკადემიას ექვემდებარებოდა თავის დროზე გეოგრაფიულ საზოგადოებას, მაგაც ახლა ამჯერად ესეთი სიზუსტე საჭიროა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აი ტრადიციული მუზეუმი, რომელიც კავკასიაში იყო ერთადერთი, კავკასიაში პირველი სამეცნიერო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება იყო და მთელი კავკასიის არქეოლოგიური მასალა, არა მარტო არქეოლოგია, გეოლოგიური, ბოტანიკა, ზოოლოგია, ყველაფერი იყო წარდგენილი, ეს კომპლექსური მუზეუმი იყო და ასეთივე მუზეუმია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მემკვიდრეა პირდაპირ მისი.
ანალოგი არის ბრიტანეთის მუზეუმის. ბრიტანეთის მუზეუმის ესეთი მუზეუმია. ეს მუზეუმი იყო, გარდა მაგისა იყო საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი, საეკლესიო მუზეუმი, სამხატვრო გალერეა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმი. ამ მუზეუმების თანამშრომლებმა გამოალაგეს ისინი შეაგროვეს ისეთი ყველაფერი კი არა, მხოლოდ ასე ვთქვათ, როგორც მატერიალ საბაზრუღიო ვალუტა რა მოკლედ, რაც ოქროსა და ვერცხლის ნივთები იყო, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები. და შეადგინეს სათანადო სიები. ახლა მე სხვა მუზეუმებზე ვერაფერს გეტყვი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ამ დროს გიორგი ჩუბინაშვილი იყო სწავლული დივანი თუ რაღაცავისთან და ყოველ შემთხვევაში მან შეადგინა სია. იქ დაცული ნივთების ჩაიწყო ეს ყუთებში და დაიბეჭდა მუზეუმის ბეჭდით. ну სათანადო სია რასაკვირველია დაერთო. ერთი ეგზემპლარი დარჩა ადგილზე, მეორე ეგზემპლარი გაყვა მასალას. ასე ყველა მუზეუმმა გააკეთა. ეს მუზეუმი ეს ნივთები ჩაბარდა იმას ქუთაისის ხაზინაში ჩააბარეს. მაგრამ შემდგომში უკვე ხო აი ამ ფასეულობათა კურატორად დამცველად დაევალა ექვთიმე თაყაიშვილს. ექვთიმე თაყაიშვილი იყო დამაარსებელი მისი საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმისა, რომლის მცველი ფონდების მცველი იყო იროდიონ სოღოლაშვილი. ახლა მეგობრებიც იყვნენ, თანამებრძოლებიც იყვნენ და ამბობენ სოჭოს ეს იროდიონ სოღოლაშვილი ჩემი ნათლია გახდა. ან ერთი უნდა წასულიყო ან მეორე. და იმიტომ რომ ყველაფერი კერწა იღეს აქედან. ძალიან ბევრი ნამდვილი ფასეულობა დარჩა. იმასაც დაცვა ჭირდებოდა. და იმისთვის დარჩა იროდიონი არ დარჩა, ის კიდე წაყვა. ქუთაისიდან მე ბრძანება იყო, ხო, ქუთაისში და მთავრობის ბრძანებით ეს თბილისიდან წაღებული განძეულობა გადაიტანეს ბათუმში და ბათუმიდან მე გემით წაიღეს მარსელში. და იქ ჩააბარეს რა თავარია გარდა სამუზეუმო ფასეულობისა მთავრობის განკარგულებით ხაზინაში რაც იყო ვალუტა ფასეულობები ის წაიღეს ყველაფერი. და სულ 39 და მისი 13 იყო თბილისის მუზეუმიდან წაღებული ნივთების. სიები ჩვენ ახლა მე ვლაპარაკობ სამუზეუმო ფასეულობაზე. მაგრამ სამუზეუმო ფასეულობები ქუთაისის ხაზინაში აღმოჩნდა. და როგორ? იმიტომ რომ იქ პირდაპირ ხაზინაში იყო დაცული ხობის, გელათის, მარტვილის საეკლესიო საგანძური. სხვათა შორის ჩვენ მუზეუმებშიც, აი საეკლესიო მუზეუმშიც იგივე მასალა იყო დაცული. სვანეთის არაფერი არ ყოფილა იქ, სვანეთისაც იყო. სვანეთის ჩვენ აქ მუზეუმებშიც იყო. ზოგი იქ იყო, მაგრამ ზოგი იქ იყო. და კიდე გაყვა მისი დადიანების სასახლიდან, ხო, ოზურგეთიდანაც, ოზურგეთის ხაზინიდანაც წაიღეს. და ზუგდიდიდანაც წაიღეს მასალები. ეს ყველაფერი ჩალაგ-დაყუჩი წავიდა, მაგრამ ის მასალა ყველა ყუთი იყო სახელმწიფო ბეჭდით დაბეჭდილი. ამას ხაზს უსვამს მერე ექვთიმე თაყაიშვილი თავის წერილში. და რატომ ახლა მოგახსენებთ. მთელი ეს მასალა რომ ჩავიდა მარსელში, ჩააბარეს იქ ბანკში.
ჩააბარეს ასე ვთქვათ და ფასი დაედო იმის გადასახადი უნდა ეხადა ემიგრირებულ მთავრობას იმის შესანახად ძალიან დიდი თანხა ახლა ზეპირად არ მახსოვს ეს თანხა რამდენია მაგრამ მნიშვნელოვანი თანხა იყო იმდენად დიდი რომ გონი ერთი წელიწადი შეძლეს მარტოების გადახდა ეს მუზეუმის პატრონებმა ვისაც გული შესტკიოდა სამუზეუმო ფასეულობებზე ექვთიმე თაყაშვილის ალბათ მისი ინიციატივა იყო შეიქმნა კომისია 4 კაცის შემადგენლობით გავალიშვილი გვარები არის ცნობილი 4 იყვნენ სულ გახსნეს მთავრობის ბეჭდით დაბეჭდილი ყუთები ესე იგი თბილისიდან წაღებულ სამუზეუმო ნივთებს ხელი არ ახლეს ის იყო ის ხო იცოდე რაც იყო და იქიდან ამოალაგეს აღრიცხეს სულთლიანად დიდხანს იმუშავეს სხვათა შორის ამოალაგეს იქიდან სამუზეუმო იმ ნივთებს რომელსაც ჰქონდა საგანმანათლებლო საეთნოგრაფიო არქეოლოგიური ან ისტორიული ან მხატვრული რამე განსაკუთრებული ღირებულება აი ასეთი მასალა ამოალაგეს ცალკე ყუთებს ჩააწყვეს და ხელახლა დაბეჭდეს და მიუმატეს აქედან წაღებულ ნივთებს იმიტომ რომ ის დანარჩენი ჩვეულებრივი თანამედროვე ვალუტა იყო ეს იმისთვის სახაზინო თანხა იყო იმის გაკარგვის უფლება ჰქონდა მთავრობას და ამისი არა ხაზგასმით ამბობენ რომ ეს მთავრობის საკუთრება კი არ არის იყო კერძო მუზეუმების საკუთრება და ასე შემდეგ და საბოლოოს და ბოლოს ერის საკუთრებაა დღეს აქ კერძო მუზეუმებიც ბევრი არა გვაქვს მაგრამ არაერთხელ მეც მithქვამს და რომ ეს სამუზეუმო ფასეულობები მთავრობის საკუთრება არ არის იმიტომ რომ მთავრობები იცვლება და ერი რჩება ეს არის ერის საკუთრება იმას სხვანაირი დაცვა ჭირდება და აი ამის თანამცველი იყო ექვთიმე თაყაიშვილი რასაკვირველია არა მარტო ის სხვებიც იყვნენ მაგრამ ის განსაკუთრებული დანარჩენი ისტორია ვიცით რაც მოხდა მუზეუმის მოყვარული ხალხი აქეთ მხარესად დარჩა და იქაც წაყვა ემიგრაციაში მათ ერთმანეთს შორის კონტაქტი ჰქონდათ აი 30-იან წლების დასაწყისში წერილი გამოაგზავნა ექვთიმემ აქაურ თავის კოლეგებს ასე ვთქვათ ის გამოქვეყნებულია ის წერილიც და საინტერესო წერილია ძალიან აი ამის მასალის ისტორიასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოსთან შალვა მერდრაშვილმა რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფე იყო ხელოვნებად ცოდნე ქართული ხელოვნების ისტორიის დამაარსებელი და პირველი დირექტორი მე-19 საუკუნეში მათ შორის მოგახსენებათ რომ არც ერთ დამყრობელს რომელიც არაერთი ყვოდა საქართველოს თბილისიც აუღიათ და კარგ ახალსაც ჰქონდათ ხოლმე დაკავებული უცხოელებს ქართული ეკლესიისთვის ხელი არ უხლიათ ქართული ეკლესია იყო და იყო რუსებმა პირველი ღონისძიება რაც ჩაატარეს იყო ქართული ეკლესიის ასე ვთქვათ ეს ავტოკეფალური მეოთხე საუკუნიდან არსებული ქართული ეკლესია გააუქმეს და რო გითხრათ ნამდვილად დაიწყო ძარცვა იმიტომ რომ ეკლესია ძალიან დიდარი ის ორგანიზაცია იყო ყოველთვის როცა ქვეყანას უჭირდა კიდეც აი მაგის ერთ ამბავს გავიხსენებ იერუსალიმში ესე წმინდა მიწაზე ქართველებს რამდენიმე ის მონასტერი ჰქონდა დაარსებული და
იმ დიდ გაჭირვების დროს, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, მე-17 საუკუნეზე ვაბო. დღეს მისი ბერძნული საპატრიარქო რო არის ეგ იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ინახება ქართული ოთხთავე ოქროს ეძახიან. რამდენიმე ათეული ოქროს მელნით არის სულ დაწერილი თავიდან ბოლომდე და რამდენიმე ათეული უძვირფასესი მინიატიურით არის შემკული მე-17 საუკუნის. და ის ქონება, რაც აი ამ გაჭირვების დროს იგზავნებოდა იმ მონასტრებში, აი გასაოცარია. ქართული ეკლესია რო გააუქმეს რუსებმა, ცდილობდნენ რომ იმას დაუფლებოდნენ იქაურ ქონებას, მაგრამ ვერ მოახერხეს. მაგრამ აი ომის პროცესში უფრო დასასრული საკითხი ხელახლა განახლდა ამის საკითხები ძალიან გაუჭირდა დაცვა ფრანგებსაც გაუჭირდათ როდესაც ვიშის ხელისუფლება რო იყო ფაქტიურად გერმანელები ფაშისტები განაგებდნენ საფრანგეთს ომის დროს დაიცვეს არ გამოაჩინეს ამისი დეტალები ალბათ ვიღაცა ვიცის მე დაკლებად ვიცი ამის შესახებ მაგრამ უბრალოდ ორმოკლედ გამიგია რომ თქვენს რაღაცა არაფერი მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი თავის წერილში არაერთხელ აღნიშნავს რომ არაერთი წინადადება იყო რომ გაეკეთებინათ გამოფენა მაგალითად ამ ნივთების ეს სენსაციური რაღაცა იქნებოდა არასდროს რო არ უნახავთ ევროპაში ამისთან არამე ეს ადრე ომამდე ყოველ და ad გამოექვეყნებინათ ან ვიღაცას ემუშავა ყველაზე ცივი უარი იყო კიდევ ერთს ეს გეტყვით იყო ესეთი ობოლენსკის მეუღლე იყო დადიანის სასული მისი მემკვიდრე ფაქტიურად მოითხოვა იმან დადიანის სასახლის იმის დაბრუნება მისთვის როგორც მემკვიდრისათვის ეს პრობლემა დადგა და ექთებამ შესთავაზა რომ შეიტანოს სასამართლოში ეს საქმეო და ვილაპარაკოთ სასამართლოში თვითონვე გადაიფიქრა როგორც ჩანს ისე რომ კაბათიც ის სასამართლოც არ ყოფილა არ შედგა მაგრამ საინტერესოა ხო ომის დამთავრების დროს როგორც შალვა ამერაშვილი წერს ომი არ იყო დამთავრებული, როდესაც ამის პრობლემაზე უკვე დასასრულისკენ მიდიოდა 44 წელსვე ან 45-ის დასაწყისში იყო ამაზე 44 წელს ჯერ კიდევ როგორც ჩანს შეხვდა თითქოს დეგოლი სტალინს აი ამაზე წერენ და ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას სტალინს არაერთხელ მიმართეს აქედან. არა მარტო ამაზე სხვა ფასეულობებზე, რომელიც რუსულ მუზეუმებში იყო დაცული და მიიღეს დაებრუნებინათ, ასე ვთქვათ, იმის მიხედვით თუ ვისი ნაწარმია რა ქართველების ქართველი და ამათ ამ ჩვენ ხელოვნებაცოდნეებს დასჭირდათ მტკიცება რომ ეს ქართველების გაკეთებულია და არა ბიზანტიელების 45 წლის თებერვალში ჯერ კიდევ ომი გრძელდება კომისია წავიდა აქედან ამერანაშვილის მეთაურობით ასე ვთქვათ ჩაფრინდნენ თეირანში კაიროში კაიროდან მარსელში ესე მოვლით მერე პარიზში ჩავიდნენ და ეს სამუზეუმო ფოსტოლები რაც იყო იმუშავეს მან დიდხანს დაჭირდა მოკლედ მხოლოდ აპრილში მოხერხდა კი არა შესაძლებელი გახდა წამოღება ხელახლა გასინჯეს შეადგინეს კიდევ ამოალაგეს და
ჩაალაგეს ეს ნივთები და დიდი საშიშროება იყო, იმიტომ რომ ფრენა თავისთავად საქმათოა და გარდა მაგისა მაინც ომი იყო ჯერ კიდე. და მოსკოვიდან ჩამოფრინდა მე სამი თვითმფრინავი, ერთში რაღაც საელჩოს მასალები ჩააწყვეს, მეორეში ეს ყველაფერი და ექვთიმე თაღაშვილი 82 წლის იყო მაშინ. ჩამოვიდნენ საქართველოში. 4 აპრილს გამოფრინდნენ იქიდან. კარგად დიდხანს სიყვარული. აქ დაუყოვნებლივ შედგა, მოკლედ აქაც კომისია გამოიყო, აქაც გადაათვალიერეს რა ნივთები იყო, შეადგინეს სია, შეადარეს იმ სიას, რომელიც მოყვა მას ხო თან ერთვა თავდაპირველად მუზეუმში შედგენილი სიას და დაიბეჭდა. ბეჭდურად არის გამოცემული იმის, ასე ვთქვათ, შოუნაც შეიძლება დღეს. სია არის შედგენილი და გამოიცა განკარგულება, რომ ხელნაწერები, ძალიან ბევრი ქართული ხელნაწერი და დოკუმენტები იყო. მთელი ძველი არქივი ჩვენი წავიდა ის იმას იმ ოქროზე ნაკლები ღირებულება არ გააჩნია ჩვენი ისტორიისათვის. ის ჩამოვიდა აქა, იქ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებიც იყო. ხელნაწერები უნდა გადასცემოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, რომელშიც იყო ხელნაწერთა გაყოფილება. მე ეს ხელნაწერთა გაყოფილება მოგვიანებით ინსტიტუტად გარდაიქმნა და ეხლა არის ცენტრი, ხელნაწერთა ცენტრი მოგახსენეთ, იქ არის ახლა ეს მასალა. არქეოლოგია უნდა გადასცემოდა საქართველოს ეროვნულ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს. დაიწყო კომისია გამოიყო, რომლის თავმჯდომარე იყო სიმონ ჯანაშია. 46 წელს დაიწყო მუშაობა, მაგრამ სიმონ ჯანაშია მალე ავად გახდა. მოკლედ ავადმყოფობდა ბოლო დროს და გარდაიცვალა კიდეც. როგორც კი გარდაიცვალა და ნაწილი ნივთების ხელნაწერები უკვე გადაცემული იყო მისი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისათვის. ეს იოლი საქმე არ არის მართლა, იმიტომ რომ თვითონ ნივთს როგორი ადარებენ, ის არის თუ არ არის, როგორ არის, რა მდგომარეობაშია, ზუსტად ისეთივე როგორიც წაიღეს თუ რამე შეიცვალა, ეს ყველაფერი სამუშაო, დიდი სამუშაოა. მეც მაგალითად რომ მომიწია საფრანგეთში გამოფენის წაღება 1982-ში. ერთი კი რომ მუშაობდით, ერთი გამოფენის მასალებზე თვითონ ნივთს ვადარებდით ჩაბარების დროს და მერე წამოღების დროსაც. ხანგრძლივი სამუშაო. თვე ნახევარი მოვუდი ერთი თვე თითქმის და მე კიდე ერთი ნახევარი თვე უკან წამოსაღება. ეს ერთი ბეწვა გამოფენისთვის და აქ ამოდენა ქონება იყო. 13-5 იყო, როგორც გითხარი და კიდე რამდენიმე 5 დაემატა. მუშაობა შეწყდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჯანაშიას გარდაცვალების დროს და მე ეს გადაცემა უკვე შეჩერდა. და დარჩა ეს ისე აუწერელი და შემდეგ ხელოვნების მუზეუმი რო შეიქმნა, იქ ჩარჩა ეს მასალა. დიდი ნაწილი. ყველაფერი არა, ყველაფერი არქეოლოგიაზე ვლაპარაკობ. ნუ ფერწერა ისედაც ფერწერა ხო ფერწერა ხელოვნების იმაში მაშინ არსებობდა მუზეუმი ისი მეტეხის მუზეუმი რომელიც საფუძვლად დაედო სპერგალერეაში რო გამოფენას სივრცეა და ხელოვნების მუზეუმის ქონება გახდა ეს ყველაფერი. 61-ში 1961 წელს მე დამავალა ეს მუზეუმის იმისი რეგულარულად ხდება ხოლმე აღწერა ქონების. ესე იგი რა არის თავის ადგილას დევს თუ არ დევს.
იმიტომ რომ ის ზოგი გამოფენაზე მიდის, ზოგი სხვაგან საზღვარგარეთაც უკან ბრუნდება და შემოწმება ხდებოდა. დავთრებს ვადარებ, დავთარში ხო შემოსვლისთანავე იწერება ზუსტი აღწერილობა იმ ნივთისა, მისი მდგომარეობა, ან რა ჩაუტარდა კიდე თუ რამე გაუკეთდა იქ კონსერვაცია, თუ დაემატა და აკლდა. ყველაფერი და აღნუსხული იყოს. ამას შედარება ჭირდება. თქვათ ერთი და იგივე კომპლექსს ვეძახით ჩვენ. თქვათ ერთი სამარხიდან ამოღებული მასალა. იქ თიხის ჭურჭელი არის, მინის ჭურჭელია, ბრინჯაოს, რკინის იარაღი, სამკაული, ვერცხლის ოქროსი. აი ეს ვერცხლის ოქროს სამკაული წაღებული იყო და რაჭი ადგილზე იყო დატოვებული. დარჩი. და დავთარში რო წერ, დავთარში კიდე ერთად არის ესენი გატარებული. და მე ეს დავთრის მონაცემები და შემედარები და იმ ციგნაკში ხო გითხარით რომ დაიბეჭდა ყველაფერი. და ადგილზე ხელოვნების მუზეუმში შემედარები და არის იგდევს თუ არ დევს. სამი თვე მუშაობ. აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილას იყო. მე რო ვიმუშავე, მე თვითონ აი ამ მასალაზე, ყველაფერი ნორმაში იყო და თავის ადგილზე იყო. ერთი რამე კიდე შეიძლება დავამატოთ, გამოფენაზე ახალგორის განძი, როგორც კი ჩვენი გამოფენა, ჩვენ მოკლედ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გამოფენაზე მოხვდა. იმ ხალხს, რომელიც ამას პატრონობდა, ყოველთვის აი ხო გეუბნები ხელოვნების მუზეუმის, ჯერ საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის ფონდის მსველი, მერე და მერე ხელოვნების მუზეუმის ფონდის მსველი, ჩემი დათლია იყო. ეს უბრალოდ ისე რომ გეუბნებით, შალვა ბერერას შვილთან გიორგი ჩუბინაშვილთან შეხვედრი ვარ. ვილაპარაკია. მოვეცარი მაგათ. ისე რომ აი ერთისგან მაინც გავიგონებდი ამისთან არამეს. არაფერი მსგავსი მაგათგან არც დაწერილში არავის არ უწერია. ისე რომ ეს არის უბრალოდ ჭორია. აქტივე თაყაიშვილი ბედერი იყო რომ დაბრუნდა რასაკვირველია საშინაო პატიმრობაში იყო. მაინც უცხოეთიდან ჩამოსული იყო და ესე თქვა მადლობა ხოდა გადაგვეხადა. საშინაო პატიმრობაში იყო და ეს ირონიული კიდევ ახსენე, ისეთი შეუპოვარი კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ არავის არ უშვებდნენ, მათ ეს შევიდა. ერთი რამე მაგაზე იყო ლაპარაკი, როცა უკვე გვიან მერე დაიწყო ეს უცხოეთიდან ჩამოტანა გამოფენის დაწაღება. 30-იან წლებში გაიყიდა დიდი რაოდენობით რუსეთიდან, საბჭოთა კავშირიდან სამუზეუმო ფასეულობები, ძალიან ბევრი ევროპაში, ისე რომ იქ დიდი კოლექციები შეიქმნა, აქედან გაყიდა. დოკუმენტურად ცნობილია, ამბობდნენ რომ აი შიმშილობა იყო ვოლგაზე და რაღაცაზე და იმის დასახმარებლად ძალიან ბევრი გაყიდეს. საქართველოსთან გაყიდვა გადარჩა ერთადერთი ვიცით კოლექცია, რომელიც ნამდვილად გაიყიდა, ეს იყო ახალციხური ნაწარმი ვერცხლის წნული ჭურჭელი იყო ხოლმე, ვერცხლიდან დაწნული აი ვიცი რაზე ხო? გაგიგია და გინახავთ კიდე. ახალციხელი ხელოსნების ნამუშევარი იყო. მე-19 საუკუნის. და საბჭოთა პერიოდში გამოფენაზე იყო მოსკოვში წაღებული და მთლიანად ეს კოლექცია წავიდა იქ და იმას დაუბრუნეს მისი ნიკოლოზი დროინდელი ფასით. ერთი ჩერვონეთს იღირდა, თითონი რაღაცა ფულადი ანაზღაურება მიცეს. აი ეს ვიცი ნამდვილად. ინტერესოა რომ ჩვენი ეს ტექნოლოგიური მინაქარი განსაკუთრებული. ტექნოლოგიური მინაქარი ისეთი
როცა იხსნებოდა ხელოვნების მუზეუმის გამოფენა, რა ქვია, ვახტანგ ბერიძე ხელოვნების მუზეუმის იმდროინდელი დირექტორი, გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფე, ხო, სხვადასხვა მამამის წერილი გამოგზავნა უკოლ ბერიძეს თაყაიშვილს. მის სახელზეა წერილი გამოგზავნილი. თქვა ესეთი რომ აი სოფლიოს არც ერთ მუზეუმს არ აქვს ისეთი ჭედურობა დაწარმი როგორიც არის ქართული ხელოვნების მუზეუმის აი ის ქონება რომ წასული იყო და დაბრუნდა. მაგას ბადალი არ აყავს შუა საუკუნეების